რა განსხვავებაა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და ლოგისტიკას შორის? მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, იგივე supply chain მენეჯმენტი არის ძალიან რთული და კომპლექსური პროცესი, რომელიც იწყება ნედლეულის მოპოვებით და მთავრდება მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის მიწოდებით. მოგესალმებით. მე ვარ შორენა ასაბაშვილი, Loyalty აკადემიის მმართველი პარტნიორი და დღეს კითხვა-პასუხის შემდეგი ეპიზოდით გიბრუნდებით. Loyalty აკადემია არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loyalty-ს საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც ფლობს ISO-ს ხარისხის მართვის სისტემების სერტიფიკატს. დღეს ჩვენთან ერთად არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის ექსპერტი თამარ კაციტაძე, რომელიც გვიპასუხებს კითხვებზე, რომელიც ვფიქრობ ძალიან ბევრ თქვენგან საინტერესებს. მოგესალმებით თამარ. მოგესალმებით შორენა. თამარ, რა განსხვავებაა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და ლოგისტიკას შორის? მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, იგივე supply chain მენეჯმენტი არის ძალიან რთული და კომპლექსური პროცესი, რომელიც იწყება ნედლეულის მოპოვებით და მთავრდება მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის მიწოდებით. რაც შეეხება ლოგისტიკას, ლოგისტიკა არის მიწოდების ჯაჭვის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ფოკუსირდება ფიზიკურ მოძრაობაზე. ლოგისტიკის ამოცანა არის რა, სად, როგორ, როდის და რა ხარჯებით შეინახოს და დაასაწყობოს იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ოპტიმალური. რამდენად ხშირად არის შემთხვევები, როცა ეს ორი ერთმანეთში ერევათ ხოლმე? ძალიან ხშირია. პრაქტიკულად ყოველთვის. თამარ, ბოლო წლებში აქტიურად ხვდებით AI-ის გავლენას სხვადასხვა სფეროში, ტექნოლოგიების გავლენას. რაიმე ზეგავლენა იქონია თუ არა ერთმა ან მეორემ მიწოდების ჯაჭვის მართვის პროცესებში? დიახ, შორენა, მიწოდების ჯაჭვის მართვაში მოგეხსენებათ თითოეული კომპონენტის სამართავად არის შექმნილი სხვადასხვა ტექნოლოგიები. შესაბამისად, ტექნოლოგიების განვითარებამ ამ თითოეული პროცესის განვითარებაზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. მათ შორის ძალიან ხელმისაწვდომი გახდა უკვე ბაზების შეგროვება, მონაცემების შეგროვება და ამ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღება, რამაც განსხვავებულ დონეზე აიყვანა და განსხვავებული მოქნილობა მისცა უკვე ლოგისტიკასაც თავად და მიწოდების ჯაჭვსაც. ბევრმა კომპანიამ უკვე დაიწყო ამ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენება და ხელოვნური ინტელექტზე დაყრდნობილი მოდელების გამოყენება, მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ პროგნოზირების მოდელი, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, პროგნოზირების მოდელებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე ძალიან ბევრ სისტემაში ხელმისაწვდომი გახდა და კიდევ უფრო ვითარდება ეს მიმართულება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბევრი კომპლექსური გამოთვლა და ბევრი კომპლექსური ფაქტორის გათვალისწინება ერთდროულად სწრაფ რეჟიმში მოახდინოს სისტემამ. შესაბამისად, პროგნოზები გახდა უფრო დახვეწილი და შეცდომების მინიმიზირება ხდება ამ შემთხვევაში. შედეგად კი ჭარბი მარაგების შემცირება ხდება, ეს შესაძლებლობა აქვთ კომპანიებს და მეორეს მხრივ მარაგების ხელმისაწვდომობა იზრდება. ასევე გარდა ამისა, მაგალითად საწყობების ავტომატიზაცია, რობოტების გამოყენება საწყობებში, იგივე პირობითად ელექტროსატვირთოები, რომლებიც აქამდე, ასე ვთქვათ, ერთეულები იქნებოდა და ეხლა უკვე ხელმისაწვდომია მათ შორის ქართულ ბაზარზეც. ასევე პირობითად კარგი მაგალითი არის ერთიანი ეკოსისტემები, პლატფორმები, რომლებზეც გაერთიანებული ინფორმაციის ერთიანი ხედვის საშუალება აქვთ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომწოდებლებს და საცალო ქსელებსაც კი და ეს ინფორმაცია მათ ბევრ შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის ეს ალბათ ხელმისაწვდომია საქართველოს ფარგლებშიც. ეხლა იწყება ზუსტად მიმდინარეობს ამ ყველაფრის განვითარება საქართველოს ბაზარზე და იმედია ახლო მომავალში უკვე ვიხილავთ კარგად განვითარებულ პლატფორმებს. ამ ცვლილებების ფონზე თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში რაიმე შეიცვალა მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით და თუ შეიცვალა რა ცვლილებები გვაქვს საქართველოში, რა თქმა უნდა.
მე ვფიქრობ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მიწოდების ჯაჭვმა და განსაკუთრებით ლოგისტიკამ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და კიდევ უფრო დიდი ტრანსფორმაცია გველოდება მომავალში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბევრი ტექნოლოგია დაინერგა ან ინერგება და ეს ტექნოლოგიები მუდმივ და სწრაფ გაუმჯობესებას განიცდის. რაც შეეხება ცვლილებებს, ძირითადი ცვლილებები არის გაციფრულება პირველ რიგში, იმიტომ რომ ბევრმა კომპანიამ უკვე დანერგა ან დანერგვის პროცესში, ან გეგმავს დანერგოს ან სასაწყობე სისტემის მართვის, ან მიწოდების დაგეგმარების, ან პირობითად მარაგების მართვის, შეკვეთების პროგნოზირების სოფტები. ეს იწვევს იმას, რომ გროვდება ბევრი მონაცემი. ამ მონაცემებმა საშუალება მისცათ კომპანიებს უკვე იმისა, რომ ეს მონაცემები გაანალიზონ და შემოიტანონ გარკვეული საზომები, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული საზომები, ეგრეთ წოდებული KPI-ები და ამათი გაზომვის შედეგად უკვე უფრო მკაფიო გახდა სხვადასხვა სურათი, სად არის საჭირო გაუმჯობესება პირობითად და დაინიცირება რაიმე სახის გაუმჯობესების პროექტების. ასევე კომპანიებმა განსაზღვრეს სამიზნე პარამეტრები, ეგრეთ წოდებული ბენჩმარკები და შესაბამისად ამ თავიანთი ახალი განვითარების პროექტები ცდილობენ, რომ უფრო და უფრო მეტად მიუახლოვდნენ ამ სამიზნე პარამეტრებს. რამაც სერვისის დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესა და შესაბამისად პროცესები მნიშვნელოვნად გაუმჯობესა ამ კუთხით. ამან ბუნებრივია ასევე გააჩინა საჭიროება იმის, რომ ინფრასტრუქტურა განვითარებულიყო. შესაბამისად დღეს უკვე ბაზარზე არსებობს ან გაჩნდა ახალი სასაწყობე მეურნეობები, რომლებიც ახალი სტანდარტებით შენდება, ან მომავალში უკვე დაგეგმილია, ან იგეგმება, რომ ახალი სასაწყობე მეურნეობები საკმაოდ დიდები, ახალი თანამედროვე სტანდარტებით გაჩნდეს, დაიგეგმოს და აშენდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მომავალში უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. ასევე 3PL მომსახურება, იგივე მესამე მხარის ლოგისტიკა, ანუ კომპანიას სჭირდება ლოგისტიკური სერვისი და სხვა კომპანიას, რომელიც უშუალოდ ამ სერვისს ახორციელებს, მიმართავს აუთსორსზე გააქვს პრაქტიკულად. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ გროვდება ქართულ ბაზარზე ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით და ხშირ შემთხვევაში ამაში მონაწილეობას იღებენ განვითარების პროექტის შედეგად ჩართული ექსპერტები, თქვათ საკონსულტაციო კომპანიები სხვა ქვეყნებიდანაც კი და ეს ცოდნა შემოდის და გროვდება უკვე ჩვენთან. როგორია ელექტრონული კომერციის ზრდის გავლენა მიწოდების ჯაჭვის ინდუსტრიაზე საქართველოში? ელექტრონული კომერციის განვითარებამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ლოგისტიკური ჯაჭვის და მიწოდების ჯაჭვის განვითარებაში და ცვლილებაში. პირველ რიგში, ერთის მხრივ შეიცვალა შრომის ბაზარი, დასაქმების ბაზარი, იმიტომ რომ დასაქმებულებისთვის უფრო მეტი მოქნილი სამუშაო ადგილი გააჩინა. მეორეს მხრივ ასევე აღსანიშნავი არის და ყველაზე დიდი ცვლილება ამას შეეხო, რომ მომხმარებელი ძალიან მომთხოვნი გახდა და ამან დიდი წნეხი გააჩინა ლოგისტიკაზე. რას გულისხმობ? მომხმარებლისთვის უკვე ნორმად იქცა ის, რომ მან ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს შეკვეთა, გამჭვირვალე უნდა იყოს შეკვეთის მიწოდება, მას უნდა მოქნილად შეეძლოს დაბრუნება, უკავშირის დაბრუნება და ძალიან მაღალი დონის სერვისი უნდა მიიღოს. აი ამ სისწრაფის უზრუნველსაყოფად კომპანიებს დასჭირდათ ერთის მხრივ ტექნოლოგიურად ძალიან განვითარება, როგორც სასაწყობე, ასევე მიწოდების და სხვადასხვა პლატფორმების ჭრილში და ყველა e-commerce-ის კომპანია, უმეტესობა e-commerce-ის კომპანიები არის პრაქტიკულად ტექნოლოგიური კომპანიები, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ფიზიკურ პროცესებში, აი ლოგისტიკურ პროცესებში, მათ დასჭირდათ პირობითად დარგსთორების გაჩენა სხვადასხვა უბნებში იმისთვის, რომ მიწოდების მარშრუტი შეემცირებინათ, სხვადასხვა checkpoint-ების გაჩენა, last mile delivery-ის ბოლო მილის მიწოდების მაქსიმალურად დაოპტიმიზირება.
შედეგად მივიღეთ ეს სურათი და კიდევ უფრო მეტად მოლოდინი არსებობს, რომ გაიზრდება ელექტრონული კომერცია და შესაბამისად გაუმჯობესდება ეს სერვისები. თამარ, რა უნარები უნდა გქონდეს მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტს იმისთვის, რომ ის იყოს წარმატებული თანამშრომელი სფეროში? ერთის მხრივ უნდა ჰქონდეს თვითონ დარგის ცოდნა, მიწოდების ჯაჭვის კომპონენტები ცალსაკეც უნდა ესმოდეს, მათი ურთიერთდამოკიდებულებაც უნდა ესმოდეს, ხოლო მეორეს მხრივ მარტო ლოგისტობა არ არის საკმარისი და მას უნდა ჰქონდეს სხვადასხვა უნარები. პირველი ეს არის ანალიტიკური უნარი, ბევრი მონაცემი გროვდება უკვე სისტემების გამოყენების შედეგად, შესაბამისად ამ მონაცემების ანალიზის და სწორად გამოყენების უნარი უნდა გააჩნდეს. კარგად უნდა ესმოდეს ბიზნესი, ანუ რისთვის აკეთებს ამ საქმეს იმისთვის, რომ თავისი სერვისი უკეთესად მოარგოს ბიზნესს. ასევე ტექნოლოგიური მაინდსეტი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ბევრი სისტემა უკვე არსებობს, რომელიც დანერგილი ან განვითარებას საჭიროებს და პირველ რიგში ლოგისტიკის სპეციალისტი და ლიდერი არის აი ამ სისტემების განვითარების ხელმძღვანელიც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც საკუთარ გუნდთან, ასევე პარტნიორებთანაც, მუდმივი განვითარების სურვილი, მუდმივად ცდილობდეს, რომ განვითარდეს, იმიტომ რომ დარგი თვითონ მუდმივად ვითარდება და ბოლოს ვიტყოდი, რომ იმდენი ცვლილება და იმდენი განვითარება ვახსენე, რომ მნიშვნელოვანია სტრესთან გამკლავების უნარი ჰქონდეს კარგი. ძალიან დიდი მადლობა თამარ. მადლობა ყურადღებისათვის. იმისათვის, რომ ჩვენი შემდეგი ვიდეოები თქვენთვის საინტერესო თემებით იყოს დატვირთული, დაგვიტოვეთ კომენტარების სახით, რა თემები გაინტერესებთ და ჩვენ ვეცდებით თითოეულ მათგანს შევეხოთ.